მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით, პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია თეთრი კარავი. მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და ჩვენი შემდეგი თემა ძალადობაზეა. ყველას არ შეუძლია ამაზე ხმამაღლა. აი გვირეკავენ. გისმენთ? მოგესალმებით. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ბევრი წლების წინ მოხდა და არასდროს მომიყოლია. ახლა თავს შევიკავებ, რომ საკუთარი ვინაობა გავამჟღავნო, მაგრამ თეთრი კარავის საშუალებით მინდა ყველას მოუყვე ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება ვერ მოვინელე. ახლა უკვე 50 წელს გადაცილებული ვარ. მაშინ კი სულ რაღაც 12-13 წლის თუ ვიქნებოდი. ჩვენს კორპუსში ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ერთი ბიჭი ჰყავდათ, რომელიც ჩემი უმცროსი ძმის კლასელი იყო და ალბათ ამან განაპირობა, რომ ოჯახებით მეგობრობდით. ერთხელაც ახალი წლის დღეები იყო და თავისთან დაგვპატიჟეს. მამაჩემი მალე დათვრა, დაღლილი ვარო ბოდიში მოიხადა და სახლში წავიდა. დედაჩემი ოჯახის დიასახლის ეხმარებოდა სუფრის ალაგებაში. ჩემი ძმა თავის კლასელთან ერთად რაღაც ფილმს უყურებდა. ფილმმა არ დამაინტერესა და მე სახლში წასვლა დავაპირე, მაგრამ ოჯახის უფროსმა, რომელიც ალბათ 50 წლამდე იქნებოდა, ხელი ჩამავლო და გინდა თუ არა ვიცეკუთო. ორივე ხელი მაგრად მომხვია და მუსიკის ფონზე აქეთ-იქეთ მაქანავებდა. რაღაც იყო ამ ვითომ ცეკვაში ისეთი, რაც არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ ვუძალიანდებოდი. უცებ მოულოდნელად ტუჩებში მაკოცა და შოკისგან ხელი ისევ კარი კინაღამ წავაქციე. კარი გავაღე და სახლში გავიქეცი. ამ ამბავს ვერავისთან მოვყვებოდი. მისი დორბლიანი ტუჩების გახსენებაზე ახლაც გული მერევა. მაგრამ სამაგიერო ასე გადავუხადე. დილას აივანზე გავედი და დაველოდე სამსახურში წასასვლელად, როდის გამობრძანდებოდა სადარბაზოდან. ერთი ვედრო ცივი წყალი გადავასხი თავზე იანვარში და პლასმასის ვედროც მივაყოლე. ვითომ ყვავილების მორწყვის დროს შემთხვევით გადამივარდა. მაგარი. გაგვეცანით თუ შეიძლება, საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე ვარ ნუნუ, 46 წლის, თელავიდან. ძალიან გამეცინა წინა რესპონდენტის მონაყოლზე და მართალი გითხრათ, გულიც მოვიფხარე. მე მგონი ყველა ქალის ცხოვრებაში მომხდარა ისეთი ფაქტი, რასაც დღეს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ შევიწროებას ეძახიან. და იცით ყველაზე დიდი საშინელება რა არის? ის რომ მოძალადეები ხშირად ძალიან ხშირად ოჯახის ახლობლები, მეგობრები, ან სულაც ნათესავები არიან. ამიტომაც რცხვენია მსხვერპლს მისი გამოაშკარავების. ეს მანიაკი მოძალადეებიც ამით სარგებლობენ. ხშირად მუხარასაც კი მიმართავენ მსხვერპლის გასაჩუმებლად. არ ვიცი როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ასეთი მანიაკებისგან. ნუ თუ არავის ნდობა არ შეიძლება. მეც გამახსენდა ერთი ფაქტი, რომელიც ჩემი მუსიკალური სასწავლებელში სწავლის დროს ხდებოდა. მოგეთ 13-14 წლის გოგონები ვიყავით ჯგუფში და ერთ-ერთ საგანს ღვაწლმოსილი ასაკოვანი პროფესორი გვასწავლიდა. თავის მაგიდასთან ორისკანი ედგა და ყველა ლექციაზე ჯგუფხელი მჭირდებაო ასე ამბობდა. ამ ჯგუფხელს გვერდით მოისვამდა და ჟურნალში დასწრება არ დასწრებას და ნიშნებს აწერილებდა. ყველა ლექციაზე ცვლიდა ჯგუფხელებს და შესაბამისად მეც მომიწია მის გვერდით დაждდომა.
გვარების კარნახის დროს ვითომ უშუალოდ ფეხზე ხელს მადებდა და როცა გაკვეთილის ახსნას იწყებდა, გაუმართლებლად დიდხანს რჩებოდა მისი ბებერი ხელი ჩემს ფეხზე. ამაში რაღაც ისეთი არასასიამოვნო იყო, ვერც მოუყვებოდი. დანარჩენი გოგოებისთვისაც კი არ მithქვავს, მხოლოდ წლების შემდეგ, როცა ერთად შევიკრიბეთ, აღმოჩნდა, რომ ყველას ერთი და იგივე გრძნობა და ზიზღი ჰქონდა ამ კაცის მიმართ. აი ასეთი ინტელექტუალი მანიაკებიც არიან პროფესორის მანტიაში შემოსილი. სამწუხაროდ ასეც ხდებოდა და ალბათ ახლაც ხდება. უი, რას ამბობთ? აი, ისევ ზარია, გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. რა სამწუხაროა, რომ ამგვარ თემებზე გვიწევს საუბარი. მაგრამ თუ არ ვილაპარაკეთ, დავმალეთ და ხელი დავაფარეთ მოძალადეებს, ისე ჩვენი შვილები დაზარალდებიან. პირველ რიგში, მათ დასაცავად უნდა ვამხილოთ ყველა მოძალადე. საბედნიეროდ ცოტა გამოფხიზდა საზოგადოება და ახლანდელი მოზარდები მეტად არიან ინფორმირებულები თავიანთ უფლებებზე. მე ვარ მადონა 61 წლის და მინდა გითხრათ, რომ არა მარტო გოგონები, ბიჭებიც არაერთხელ გამხდარან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. 20 წლის წინ საირმეში ვისვენებდი ჩემს ვაჟიშვილთან ერთად, რომელიც მაშინ 7-8 წლის იქნებოდა. ერთი ჩემი ასაკის უცოლო კაცი იყო იქ ჩამოსული. მაშინ ქმარს ახალი გაცილებული გავხდით. ეს კაცი ჩემი და ჩემი შვილის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. სიმპათიური მამაკაცი გახდა და ცოტა მეც მომწონდა. ყოველ შემთხვევაში მისი ყურადღება არ მაღიზიანებდა, პირიქით ძალიან სიამოვნებდა. ხშირად გვაკითხავდა და ხან კაფეში გვეპატიჟებოდა, ხან სასეირნოდ. მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო. ერთხელაც სანატორიუმის თანამშრომლმა დამიძახა და ჩუმად მითხრა. ეგ სანდოკაცი არ არის და ფრთხილად იყავი მაგასთან, ბავშვი მარტო არ დატოვო. არ ვიცი რა გითხრათ, მთელი ღამე თეთრად გავათენე და მეორე დილასვე წამოვედი საირმიდან. კიდევ 2 დღე უნდა დარჩენილიყავი, მაგრამ მეტი აღარ მიმინდა. პრინციპში გამოვიპარეთ იქიდან. მაშინ მობილურები არ იყო მოგეხსენებათ. მაგრამ ტელეფონის ნომერი მანამდე გამოგვართვა და რეკავდა კაიხანს. მე ვუთიშავდი, მერე ეთყობა მობეზრდა და თავი დაგვანება. დღესაც არ ვიცი რამდენად მართალი იყო ის ინფორმაცია, რაც მასზე გავიგე, რომ პატარა ბიჭებს ავეწროებსო, მაგრამ ეჭვმა თავის იქნა და მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გავწვიქე. ზოგჯერ შეიძლება ჩვენი ეჭვების გამო ვიღაცას უსამართლოდაც კი მოვექცეთ, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პატარებს ჩვენი დაცვა სჭირდებათ და როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სკივაო. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.